მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ გიორგი ფორჩხიძე, კომპანია ბორსოფქიმიის აგრონომით. დღეს ჩვენ ვიმყოფებით აგარაში, ჩვენი პარტნიორი ფერმერის სასათბურე მეურნეობაში. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ Pink Paradise-ის ყველასათვის კარგად ცნობილი იაპონური კომპანია საკატას მიერ წარმოებული პროდუქტის ნამყენ და არანამყენ ჩითილებს. როგორც უკვე გაჩვენეთ, ყნობის პროცესი მიმდინარეობდა მარნეულში, კომპანია მზაჩითილში. ჩვენ წარმოგიდგინეთ ყნობის სტრატიფიკაციის პროცესი, რომელსაც აწარმოებდა მოწვეული სპეციალისტები. გამარჯობა, მე ვარ მარიამი. მზაჩითილის დამფუძნებელი. ჯერს დავიწყე დამღნობა. Pomidori kidri საზამთრო და ჩვენი კომპანია ბორსოფქიმიიდან შევიძინე თვითონ საძირე და პომიდორის თესლი Paradise-ი. დამღნობა მოხდა დეკემბერში ჩვენი კომპანია მზაჩითილში. მერე 25 იანვარში დარგვა აგარაში ზაზა სათბურში. მოგლედ ძალიან მაგარი შედეგი მივიღე, დავაგრძელებ ურთიერთობა და მინდოდა რომ ვაჩვენო დამღნობილი და არადამღნობილი ჩითილი. ეს პროცესი ჩვენ საქართველოს ფერმერებისთვის არის ძალიან ახალი და მნიშვნელოვანია, რადგან ნამყენი ჩითილი განსხვავებულია მოსავლიანობაში, გამძლეობაში, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ მდგრადობაში. როგორც იცით, ყნობის პროცესი არის ძალიან განსხვავებული ჩვეულებრივი ჩითილობის პროცესისაგან, რადგან მას სჭირდება ბევრად მეტი პერიოდი ეს იმისათვის რომ ცალკე უნდა მოხდეს გამოყვანა როგორც საძირესი, ასევე სანამყენი ჩითილისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოყენებული გვაქვს ასევე ჩვენი მიერ მიწოდებული საძირე დაჰკო და ასევე ჩვენს მიერ მიწოდებული Pink Paradise. თქვენ შეგიძლიათ თვალნათლივ ნახოთ განსხვავება ნამყენ და არანამყენ ჩითილს შორის, რადგან ორივე ერთი და იგივე პირობებში ჰიდროპონიკაზეა განვითარებული, მოყვანილი, თუმცა ნამყენ ჩითილში გვაქვს ორი სრულყოფილი ჩამოყალიბებული ღერო, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ერთი მცენარიდან განვითარდეს ორი სრულყოფილი მცენარე, რაც რა თქმა უნდა ორმაგ მოსავალს გულისხმობს. ასევე მნიშვნელოვანია ყნობის პროცესი ჩატარდეს სრული დაცვით აგროტექნიკური ღონისძიებების, რადგან მნიშვნელოვანი ასევე არის სტრატიფიკაციაც, რასაც გადის ჩითილი დამყნობის შემდეგ დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, რადგან მოგვცეს ისეთი შედეგი, როგორიც ეხლა გვაქვს არსებულ ნაკვეთზე. იმისათვის, რომ ყნობა ჩატარდეს მაღალ დონეზე, აუცილებელია საჭირო ინვენტარი, ასევე აუცილებელია პროფესიონალი აგრონომები, რომლებიც ატარებენ ყნობას. ასევე მნიშვნელოვანია დეზინფექცია ის იარაღების, რომლებიც ხდება ყნობის პროცესი, რადგან არ მოხდეს ვირუსული და ბაქტერიული დაავადების შეჭრა ყნობის პროცესში ჩითილში და არ მოხდეს მისი დაინფიცირება უშუალოდ ნაყოფების მსხვერპლობის პროცესში. ჩვენ დღეს ადგილზე ვიმყოფებით ჩვენს პარტნიორ კომპანიის წარმომადგენელ საკატას წარმომადგენელთან ერთად, ჩვენი რეგიონის მენეჯერთან ერთად, ასევე კომპანია მზაჩითილის ხელმძღვანელობასთან ერთად, რომლებთან ერთადაც წამოვიწყეთ ეს პროექტი. Hello everyone, it's my pleasure to be here at Agara field where our Sakata material with Pink Paradise it's presented through our distributor in Georgia, Born Chemistry. We want to show the material on Pink Paradise grafted on rootstock and the big difference what we can see and the grower can take as advantage from the grafted material. Together with Born Agrochemistry, we are present on the Georgian market more than 20 years and we have excellent collaboration. In the future, you will see more of our material, new material and also combination with our rootstock material, especially for tomato. ჩვენ გეგმავთ რასაკვირველია არა მარტო პომიდორის შემთხვევაში, არამედ სხვა კულტურებზე, როგორიც არის საზამთრო, ნესვი, კიტრი და სხვა ბაღჩეული თუ ბოსტნეული კულტურებისთვის კომპანია მზაჩითილი და კომპანია ბორსოფქიმია ერთობლივ პროექტში მომავალში დანერგონ დამყნობილი ჩითილები, რაც უზრუნველყოფს უფრო ხარისხიან, გამძლე და პროდუქტიული მოსავლის მიღებას. ეხლა შეგვიძლია ვნახოთ უშუალოდ მცენარე, სადაც შეგვიძლია განსხვავება ვნახოთ ნამყენსა და არანამყენ ჩითილს შორის. კრეფის პროცესი პრაქტიკულად ერთნაირად არის ყველგან ჩატარებული, 5 ჯერ არის დაახლოებით დაკრეფილი. ეს ჩითილი უნდა აღვნიშნოთ, რომ გადმოტანილია 25 იანვარს არსებულ სათბურში და მცენარის განვითარება თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ, რამდენად არის განვითარებული ნამყენი ჩითილი და როგორ არის არანამყენი ჩითილი წარმოდგენილი არსებულ ნაკვეთზე.
ეხლა ვნახოთ მცენარის განვითარების შედეგი როგორი გვაქვს, შეგვიძლია ვიზუალურად დავაკვირდეთ. მცენარის ფესვთა სისტემა როგორი ძლიერია, ღერო როგორი ძლიერია, ნამყენი ადგილი აბსოლუტურად იდეალურად არის შეხორცებული. განვითარებულია ორი სრულყოფილი ტოტი, ანუ ორი დამოუკიდებელი მცენარე, რომელზეც განვითარებულია სრულყოფილი ნაყოფები. როგორც თქვით, 5 კრეფა დაახლოებით უკვე ჩატარებულია არსებულ მცენარეზე, აგრძელებს ვეგეტაციის პროცესს, განვითარებულია ჩამოყალიბებული უკვე დასაკრეფად გამზადებული ნაყოფები, სიმწიფის პერიოდში შესასვლელი ნაყოფები, ასევე ყვავილედები, რომელიც აგრძელებს ვეგეტაციის პროცესს. ეხლა ვთხოვთ ოპერატორს გადავინაცვლოთ არანამყენ ჩითილში, ნერგში, სადაც ვაჩვენოთ განსხვავება მცენარის ვეგეტაციის, როგორია ნამყენი ჩითილის განვითარება, როგორია მცენარის მდგომარეობა, განვითარებული მცენარის სიმაღლე და როგორია არანამყენი ჩითილის მცენარის სიმაღლე. ეს არის ნამყენი ჩითილი, რომელიც იდეალურად გამოიყურება დაახლოებით 9 მეტრიდან 1 მეტრამდე განსხვავება ნამყენ ჩითილსა და არანამყენ ჩითილს შორის. ნაყოფის ხმოიარობა იდეალურია, დატვირთულია მცენარე მაქსიმალურად და ის სრულად უზრუნველყოფს, მისი ფესვთა სისტემა სრულად უზრუნველყოფს ორ მცენარეს, ანუ ორ დამოუკიდებელ განვითარებულ ტოტზე არსებულ ნაყოფებს, რომ ის დააკმაყოფილოს სრულად მისი მოთხოვნილებით. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნამყენი ჩითილი აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს როგორც გამძლეობით მავნებლების წინააღმდეგ, ასევე დაავადებების წინააღმდეგ, ასევე განვითარების ეტაპებით, სხვადასხვა ეტაპებით და მოსავლიანობით, ხმოიარობით არანამყენ ჩითილზე, რაც ვიზუალურადაც შეგვიძლია ვთქვათ, ვეგეტატიური განვითარების კუთხით, ამიტომ შესაძლებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ იმ რთულ პირობებში, რთულ აგროტექნიკურ პირობებში, რაც ჩვენ ქვეყნისთვის ყოველწლიურად იცვლება, ფერმერები გადავიდნენ უკვე დანამყენებულ ჩითილზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, მათი მოსავლიანობისთვის და მათთვის სარგებლობის მიღებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც აღნიშნეს, არა მარტო პომიდრის ჩითილზე, ასევე სხვა ბოსტნეულ და ბახჩეულ ჩითილებზე. ჩემი სურვილი არის, რომ ფერმერები რო დავეხმაროთ, რომ უფრო მეტი მოსავალი და ჯარმატებები იყვნენ ყველა. ჩვენ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას კომპანია Borsov Chimia და მზაჩითილი, შემოგთავაზებთ უფრო ახალ ინოვაციურ საძირეებს და ვეგეტატიურ მცენარეებს, რასაკვირველია, რომელიც დაეხმარება ჩვენს ფერმერებს უკეთესი მოსავლის მიღებაში. დაინტერესებულ ფერმერებს გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანია Borsov Chimias და კომპანია მზაჩითილს.